მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელმაც სოციალური ქსელები ისე ააფეთქა, როგორც ილია თოფურიან ვოლკანოვსკის ყბა. ჩვენი მატადროი, კაცი, რომელსაც თავდაჯერებულობა იმაზე მეტი აქვს, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ქართველს, სტუმრებისთვის განკუთვნილი ღვინო პირდაპირ შეეჯახა MMA-ის წმინდა სიმბოლოს, ხაბიბ ნურმაგომედოვს. ილიამ, რომელიც ახლა ოქტაგონის მეფედ გრძნობს თავს და მოდი ვაღიაროთ, აქვს კიდეც ამის მიზეზი, საჯაროდ თქვა ის, რასაც ბევრი ფიქრობდა, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავდა. ხაბიბის ჩხუბი მოსაწყენიაო. დიახ, არ მოგესმათ. მან თქვა, რომ მიუხედავად ხაბიბის დაუმარცხებელი რეკორდისა და გრაპლინგში დომინაციისა, მისი სტილი თანამედროვე მაყურებლისთვის დაძინების საუკეთესო საშუალებაა. ილიას ლოგიკა მარტივია. დღეს ხალხს სისხლი, დინამიკა და ნოკაუტები უნდა და არა 25 წუთი იატაკზე კოტრიალი და მეტოქის დასაბნება. ილია თოფური არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის მარკეტოლოგი. მან კარგად იცის, რომ სპორტის ამ დონეზე მხოლოდ მუშტების ქმევა არ კმარა, საჭიროა შოუ. ხაბიბის კრიტიკა კი ყველაზე მოკლე გზაა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. თუმცა აქ ერთი ნიუანსია. ხაბიბი MMA-ში თითქმის უხელშეუხებელია. მისი ფანების არმია კი იმაზე დიდია, ვიდრე რიგები უფასო ხინკალზე. ამიტომ ილიას ამ სიტყვებს ორგვარი რეაქცია მოჰყვა. ზოგმა თქვა, ვაჟკაცია, სიმართლეს ამბობსო, ზოგმა კი ლეგენდას პატივი ეციო. ხაბიბმა, რომელიც ჩვეულ სტილში დუმილს ამჯობინებს ხოლმე, ამჯერად მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა. მოვიდეს ერთად ვივარჯიშოთო. ქართულად რომ ვთარგმნოთ, ეს დაახლოებით ასე ჟღერს. შემოიარე ერთი ჩემთან სოფელში, გაჩვენებ რეალურად რა არის ჭიდაობა და მერე ვნახოთ ვინ მოიწყენსო. ეს არ იყო მუქარა, ეს იყო კლასიკური დაღესტნური ირონია. ხაბიბი თითქოს ეუბნება, შვილო, შენ ჯერ კიდევ მაშინ სწავლობდი სიარულს, მე რომ ხალხს კისერს უგრეხდი. მოდი და გასწავლი ჭკუასო. ილია კი ამ ყველაფრით მხოლოდ სარგებლობს. ის არ ცდილობს სიტუაციის დამშვიდებას, პირიქით ცეცხლზე ნავცასხამს. მას ესმის, რომ რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ მასზე, მით უფრო გაიზრდება მისი ჰონორარი და სტატუსი. ილია 29 წლისაა, ენერგიით სავსე, დაუმარცხებელი, 17-0 და რაც მთავარია, მას აქვს ის X-ფაქტორი, რაც ბევრს აკლია. მისი სტატისტიკა, სადაც მხოლოდ 2 ბრძოლა მივიდა მსაჯების გადაწყვეტილებამდე, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ის სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მაგრამ ილია აქ არ ჩერდება. მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ ხაბიბის ჩრდილთან ბრძოლა. მან მიზანში ამოიღო ისლამ მახაჩევი, ხაბიბის მემკვიდრე და ამჟამინდელი P4P რეიტინგის ლიდერი. ილიამ ცნობილ იუთუბერ ე딘 როსთან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სურს ავიდეს ქვესაშუალო წონაში, 77 კილოგრამი და იქ დაუპირისპირდეს მახაჩევს. მისი გეგმაა გახდეს პირველი მებრძოლი ისტორიაში, ვინც ასეთ დომინაციას მიაღწევს. დაამტკიცოს, რომ მატადორი ნებისმიერ წონაში მატადორია. ეს ხომ გიჟური ამბიციაა. ბევრი ამბობს, რომ ილია ზედმეტად ბევრს იღებს თავზე. 77 კილოგრამში ისლამი მას უბრალოდ გასრისავსო, ამბობენ ანალიტიკოსები. მაგრამ ილიასთვის შეუძლებელი მხოლოდ სიტყვაა ლექსიკონიდან, რომელიც მას არასდროს წაუკითხავს. ილია თოფურია ახლა არის იმ ეტაპზე, როცა ის თავად ქმნის ისტორიას. ის არ ელოდება სხვების აღიარებას, ის ამ აღიარებას ძალით ართმევს ყველას. და აქ ისმის კითხვა. არის კი ეს მხოლოდ ტრაშ-თოქი, თუ ილია მართლაც ფლობს იმ საიდუმლო იარაღს, რომელიც დაღესტნურ გრაპლინგს გაანეიტრალებს. ამ ყველაფრის ფონზე ერთი რამ ცხადია. MMA სამყარო დიდი ხანია ასეთ დაძაბულობასა და ინტერესს არ უნახავს. ილია თოფურია მოახერხა ის, რომ დღეს ყველა ამერიკიდან დაღესტანამდე და საქართველომდე მხოლოდ მასზე საუბრობს. ახლა კი გადავიდეთ მთავარ კერძზე. ილია თოფურიამ ისეთი რამ თქვა, რამაც ბევრს თვალების შუბლზე აუყვანა. მას უნდა ისლამ მახაჩევი და თან არაქავის წონაში, არამედ ქვესაშუალოში, 77 კილოგრამში. მოდით ეს ცივ გონებაზე დავშალოთ. ბევრს გონია, რომ ილია უბრალოდ გაგიჟდა. კაცო, 66-ში ჩხუბობ, 70 ძლივს ქაჩავ და 77-ში რამ გაგიყვანაო, კითხულობენ ექსპერტები. მაგრამ დაუკვირდით, ილია არ არის ის ტიპი, რომელიც გაუაძრებელ ნაბიჯებს დგამს. ისლამ მახაჩევი დღეს არის მსოფლიოს ნომერ 1 მებრძოლი წონითი კატეგორიის მიუხედავად, P4P. მისი დამარცხება ნიშნავს, რომ ილია ავტომატურად ხდება ღმერთი MMA-ის სამყაროში. თუ ილია მას 77 კილოგრამში დაუპირისპირდება, ის 2 კურდღელს იჭერს. რისკი მინიმალურია იმიჯის მხრივ. თუ წააგებს უფრო მძიმე წონაში ლეგენდასთან, არავინ დასცინებს. იტყვიან, აბა რა გეგონა, კაცი შენზე 10 კილოთი მძიმეაო. მოგება კი კოსმოსურია. თუ მოუგო, ის ხდება 3 წონის ჩემპიონი. თუ მანამდე 70-საც მიაყოლებს და ისტორიაში შედის როგორც ყველაზე დიდი მკვლელი ოქტაგონზე.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იქნება ორი ფილოსოფიის ბრძოლა. ერთ მხარესაა მახაჩევი, დისციპლინირებული, ცივი, დაღესტნული ჭიდაობის სკოლის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც მეტოქეს ნელ-ნელა ახრჩობს. მეორე მხარეს კი ჩვენი ილია, ფეთქებადი, აგრესიული, წარმოუდგენელი კრივის ტექნიკით და რაც მთავარია, შავი ქამრით ჯიუჯიცუში. ილია არ არის ტიპიური მოკრივე, რომელიც ჭიდაობის დანახვაზე პანიკაში ვარდება. მას თავად შეუძლია მეტოქის მიწაზე დანარცხება. მისი აფეთქება და ნოკაუტის ძალა ნებისმიერ წონაში საფრხეა. წარმოიდგინეთ სცენა, მახაჩევი ცდილობს ფეხებში შესვლას და ამ დროს ხვდება ილიას ისეთი მარჯვენება, რომ დაღესტნის მთებში ექო გაისმება. აი ეს არის ის, რაც ილიას სჯერა. ე딘 როსთან ინტერვიუში ილია მახსენა სპეციალური ქამარის საუკეთესა მებრძოლისთვის. ეს ცოტა BMF სტილში ჟღერს, მაგრამ ილიას უნდა რომ ეს იყოს ოფიციალური აღიარება. ის ამბობს, მე ვარ საუკეთესო და მზად ვარ ეს ნებისმიერ წონაში დავამტკიცო. აქ შემოდის იუმორის მომენტიც. წარმოიდგინეთ ხაბიბის და მახაჩევის სახეები, როცა ილია ასეთ რამეებს ლაპარაკობს. ალბათ გქიხობენ, ეს ბიჭი ან ძალიან გიჟია, ან რაღაც ისეთი იცის, რაც ჩვენ არაო. დაღესტნური სკოლა მიჩვეულია, რომ მათ ყველა პატივს სცემს და მათთან ბრძოლის ეშინიათ. ილიამ კი ეს შიში საერთოდ გააუქმა. მან პატივისცემა გვერდზე გადაადო და პირდაპირ თავხედობაზე გადავიდა, რაც მათთვის ძალიან უცხო და გამაღიზიანებელია. თუ გადავხედავთ მის სტატისტიკას 2015 წლიდან დღემდე, ვნახავთ ერთ რამეს. ის ყოველ ბრძოლაში უფრო და უფრო ძლიერი ხდება. 2020-ში UFC-ში გამოჩენის შემდეგ მან ყველა დაამუნჯა. მისი თავდაჯერებულობა არ არის ჰაერიდან მოტანილი. ეს არის შრომის, ნიჭის და იმ ქართული ჟინის შედეგი, რომელიც არას არ იღებს პასუხად. ილია 29 წლისაა. ის არის პიკში. მახაჩევიც პიკშია. UFC-სთვის ეს არის ოქროს საბადო. დააჯახო ორი სხვადასხვა კულტურა, ორი დაუმარცხებელი, თითქმის სული და ორი სრულიად განსხვავებული სტილი. მეგობრებო, მოდით გულზე ხელის დადებით ვთქვათ. ილია თოფურიამ მოახერხა ის, რასაც ბევრი მთელი კარიერა ვერ ახერხებს. მან UFC-ს სამყარო თავის ჭკუაზე აამღერა. ზოგს მისი ხმა არ მოსწონს, ზოგი ფალსეთს ეძახის, მაგრამ ყველა უსმენს და ეს არის მთავარი. სოციალურ ქსელებში ახლა ნამდვილი სამოქალაქო ომია. ერთ მხარეს არიან ხაბიბის და მახაჩევის ფანები, რომლებიც ისეთ კომენტარებს წერენ, გეგონება ილიას პირადად მათთვის მოეპაროს სახინკლებან ბოლო ხინკალი. პატივისცემა სად არის? ვინ არის ეს თავხედი? დაღესტანში რომ ჩავა, იქიდან ფეხით ვეღარ გამოვაო. აი ასეთი მარგალიტები იფრქვევა. მეორე მხარეს კი ვართ ჩვენ და ილიას გლობალური ფანები, რომლებიც ვამბობთ, კაცო სპორტია, ჭადრაკი ხომ არ არის? ბიჭს ჯერა თავისი თავის და რატომ უნდა გაჩუმდეს? ილია გახდა სიმბოლო იმისა, რომ აღარ გვინდა მორიდებული მებრძოლები, რომლებიც ოქტაგონზე გამოდიან, იგებენ და მერე თავმდაბლად მადლობას უხდიან ყველას. ილიას უნდა რომ ისტორია დაწეროს და ამისთვის ცუდი ბიჭის როლის მორგებაც არ უჭირს. ანალიტიკურად რომ მიუდგეთ, მახაჩევი არის რობოტი. ის არის მანქანა, რომელიც შეცდომას არ პატიობს, მაგრამ ილია არის ხარვეზი ამ სისტემაში. ილიას აქვს ისეთი სისწრაფე, რომ მახაჩევი სანამ გადაწყვეტს ფეხებში შესვლას, ილიას ხელთათმანი უკვე მის ყბაზე იქნება სტუმრად. თუ ეს ბრძოლა მართლა შედგა 77 კილოგრამში, ეს იქნება ისტორიული სუპერ ბრძოლა. ილია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი პრეტენდენტი. ის არის კაცი, რომელმაც ვოლკანოვსკი, რომელსაც ბევრი დაუმარცხებლად თვლიდა, ისე დააძინა, რომ ალბათ დღემდე მატადორზე ესიზმრება კოშმარები. ილიას აქვს ის ქართული ჯიში, რომელიც მაშინ იღვიძება, როცა ეუბნებიან შანსი არ გაქვსო. წარმოიდგინეთ ხაბიბის და ილიას ერთობლივი ვარჯიში. ხაბიბმა რომ დაპატიჟა. მე მგონია ვარჯიშის მერე ილია ხაბიბსაც მატადორის მაისურს ჩააცმევს და ქართულ ღვინოსაც გაასინჯებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დიდი თამაშია. ილია მიცის როგორ ითამაშოს ეს თამაში ისე, რომ ბოლოს მისი სახელი ყველაზე ხმამაღლა ჟღერდეს. ილია თოფურია 29 წლისაა, ის არის პიკში, მას აქვს რეკორდი 17-0. მას აქვს ორივე ქვეყნის, საქართველოსა და ესპანეთის მხარდაჭერა. ის არის მებრძოლი, რომელიც არ იხევს უკან. ახლა ჯერი UFC-ზეა.
მისცემენ თუ არა ილიას იმას, რაც სურს, დააჯახებენ თუ არა ორ ტიტანს, თუ იტყვიან, რომ ილიამ ჯერ თავის წონაში უნდა დაალაგოს საქმეები. ერთი რამ ცხადია, ილია თოფურიამ MMA-ის სამგაროს ძილი გაუტეხა. მან შემოიტანა ის აგრესია და თავდაჯერებულობა, რაც ამ სპორტს აკლდა ხაბიბის წასვლის მერე. ასე რომ მეგობრებო, მოემზადეთ, წინ დიდი ამბები გველოდება. ილია არ გაჩერდება მანამდე, სანამ მსოფლიოს ყველა კუთხეში არ ეცოდინებათ, რომ მატადორი მოვიდა არა მხოლოდ საბრძოლველად, არამედ სამეფო ტახტის დასაკავებლად. და თქვენ რას ფიქრობთ? მართლა მოსაწყინია ხაბიბის სტილი თუ ილია უბრალოდ ცეცხლს ეთამაშება? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ ისე რომ დაღესტანიდან არ დაგვიბარონ სავარჯიშოდ.